თუ დისციპლინის დაცვა არ გამოგდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ ან ზარმაცი. უბრალოდ სისტემა არ გაქვს ნორმალური, რომელიც ამაში დაგეხმარება. ამ ვიდეოს ინსპირაცია დენ მარტელისგან ავიღე. იგი მართავს რამდენიმე დიდ კომპანიას და 7-ჯერ გაიარა აირონმენის მარათონი, სადაც ცურავენ 4 კილომეტრს, შემდეგ ველოსიპედით გადიან 180 კილომეტრს და ბოლოს დარბიან 42 კილომეტრს და ეს ყველაფერი გადაბმულად ერთი დღის განმავლობაში ხდება. მისი თქმით, დისციპლინას აქვს სამი მთავარი ნაწილი. სისტემაში ეგრეა. დისციპლინის სამკუთხედი ეწოდება. ეს ნაწილებია ტკივილი, მიზანი და მტკიცებულება. თუ ერთმანეთს დააკლევთ, მთელი სისტემა დაინგრევა, დისციპლინა გაქრება და ყველაფერი არამდგრადი გახდება. სწორედ ამიტომ ნებდებიან ადამიანები და სწორედ ამიტომ ემართებათ გადაწყვეტს. მოდი დავყოთ ნაწილებად. პირველი, ტკივილი. ზოგადად ზრდა ყოველთვის დისკომფორტის მეორე მხარესაა და შეიძლება რთული იყოს მოსასმენად, მაგრამ შეგიძლია ტკივილი შენვე აირჩიო. ზრდა უდრის ტკივილს. ცხოვრებაში ყველაფერი დიდებული, ლამაზი სახლები, ძვირადღირებული მანქანები, წარმატება. ეს ყველაფერი მარტივი არ არის, მაგრამ ალბათ ამად ღირს. თუ ტკივილს გაურბიხარ პროგრესსაც. რეალურად, მაინც გეტკინება რაღაცები ცხოვრებაში, რადგან ეგეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ყველაფერი დუალურია, არსებობს კარგი და ცუდი. სიხარული და სევდა, ტკივილი და სიამოვნება და თუ გინდა რომ დადებითი ემოციები შეიგრძნო და მას ფასი ჰქონდეს, უარყოფითის გასავლელადაც მზად უნდა იყო. თუ ტკივილი მაინც უნდა იყოს, მაშინ სჯობს თავად დაირჩიო შენი ტკივილი. აქ ერთი ვიდეო მახსენდება, როცა იგრძნობ ტკივილს და სირთულეს, თქვი რომ ეს კარგია. When things are going bad, there's going to be some good that's going to come from it. Didn't get the new high-speed gear we wanted? Good. Didn't get promoted. Good. More time to get better. Oh, mission got canceled? Good. We can focus on another one. Didn't get funded. Didn't get the job you wanted. Got injured. Sprained my ankle. Got tapped out? Good. Got beat? Good. You learned. Unexpected problems? Good. We have the opportunity to figure out a solution. That's it. მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ტკივილი საკმარისი არ არის. თუ უბრალოდ იტანჯები მიზეზის გარეშე, ეს უკვე დისციპლინა კი არა, ტანჯვა. და ხალხის უმეტესობა იმიტომ ნებდება, რომ მიზანი არ აქვთ. აქ შემოდის სამკუთხედის მეორე ნაწილი, მიზანი. უნდა გქონდეს რატომ? უნდა გქონდეს მიმართულება, მიზანი, რომელიც შენზე დიდია. ეგოისტური მიზნები ხანდახან ქრებიან, მიზანი კი რომელიც ღირებულებებზე აგებული რჩება. თუ არ იცი რატომ აკეთებ, როგორც კი ტკივილი გამოჩნდება, მაშინვე დანებდებ. ტკივილი მიზნის გარეშე არის ტანჯვა, ხოლო ტკივილი მიზანთან ერთად არის უკვე ტრანსფორმაცია. ითხრე საკუთარ თავს, ვისთვის ვაკეთებ ამას? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? დააკავშირე ტკივილი ღირებულებასთან, მაგალითად ადამიანებისთვის ცხოვრების გაუმჯობესება, თავისუფლება, ოჯახი, დაყვალი ადამიანები. ხოლო ახლა როცა მიზანმა ტკივილს აზრი მისცა, ეს მაინც მხოლოდ უბრალოდ პოტენციალია. რაც რეალურად გცვლის, არის მტკიცებულება. ბევრს გონია რომ მეტი თავდაჯერება სჭირდება. არა, შენ მეტი თავდაჯერება არ გჭირდება. შენ გჭირდება მეტი მტკიცებულება ოღონდ საკუთარი თავისთვის და ამ მტკიცებულებას მოაქვს თავდაჯერებაც. გეტყვით, რასაც გულისხმობ. თუ მაგალითად მძიმე მწეველი ხარ და სიგარეტს გადააგდე, დაიჯერებ რომ ყველაფერი შეგიძლია. ნებისმიერი მავნე ჩვევის დამარცხება. მე მოწევაზე უარი ვთქვი 2 წლის წინ, ძალიან ბევრს ვეწევდი და უარის თქმაც ძალიან რთული იყო ორგანიზმი ითხოვდა სიგარეტს, ნიკოტინს. იმდენად ღრმად იყო ჩვევა გამჯდარი, რომ ჩემი პიროვნების ნაწილი იყო, იდენტობის, ქცევის. დილას პირველი რაც ვაკეთებდი, სიგარეტს ვეწევდი. ხოლო როცა გადავაგდე, საკუთარ თავს დაუმტკიცე, რომ ისი ყველაფერი შეგიძლია. არავის არ ინტერესებს ზოგადად რას აპირებ, თავარია რას აკეთებ და რა გააკეთე. ყოველი დაპირება, რომელსაც საკუთარ თავს აძლევ, ან თუნდაც ხვებს აძლევ და შემდეგ ასრულებ, გმატებს თავდაჯერებას. როცა საკმარისი თავდაჯერება გაქვს, შენთვის გამოწვევებიც უფრო მარტივი ხდება. ადამიანებთანაც, ყველასთან და ყველაფერთან უფრო თავდაჯერებული ხარ, შენს მიზნებთანაც. იცი რომ თუ რაღაც იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგედგინა, შენ ამას შეძლებ. იმიტომ რომ ეს აქამდე უკვე გაგიკეთებია და შესაძლოა რომ არაერთხელ შესაძლოა რომ ბევრჯერ გაგიკეთებია. თავდაჯერებულობა არის შედეგი იმისა, რომ პირად დაპირებებს ასრულებ. ანუ თუ რაიმეს იტყვი და ამას გააკეთებ ხშირად, ეს გაძლევ თავდაჯერებულობას. ხოლო თუ სამივეს გაერთიანებ, ტკივილს, მიზანს და მტკიცებულებას, დისციპლინა აღარ იქნება მძიმე ტვირთი. ნამდვილი დისციპლინა ეგ არის. ეს არ არის უბრალოდ მეტი სიმტკიცე. ეს არის რაღაც ისეთი, რაც გრძელდება ყოველდღე, მუდმივად. ანუ თუ ყოველდღე მიუხედავად იმისა, გარეთ რა ამინდია, ან რა ხასიათზე ხარ, შეგიძლია რომ გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია შენი მიზნისთვის, მაშინ შენ დისციპლინირებული ხარ. ასევე, თუ ყოველდღე რამდენიმე ისეთ რაღაცას გააკეთებ, რაც რთულია, მაგრამ გექნება მიზანი, მაგალითად თუ დილის 6-ზე გაიღვიძებ, შემდეგ ივარჯიშებ,
ხოლო შემდეგ დაიცავ კვებას, მაგალითად 1500 კალორიას. სიტყვაზე ვიძახი და თუ მიზანი იქნება რომ გქონდეს ხილვადი პრესი, ცოტა ხანში მიხვდები რომ თითქმის ყველაფერი შეგიძლია. დაახლოებით 20 დღეში მიხვდები ალბათ. Because discipline equals freedom. ოკეი, და ბოლოს ბონუსად ცოტა პრაქტიკა. მენეჯმენტში არსებობს ასეთი გამოთქმა, რაც იზომება, მისი დამენეჯმენტება შესაძლებელია. და რისი დამენეჯმენტება შესაძლებელია, მისი გაუმჯობესება შესაძლებელია. მაგალითად, თუ არ იცით საიტზე რა conversation rate გაქვთ, ანუ მომხმარებლების რამდენი პროცენტი ყიდულობს ჯამური მომხმარებლებიდან, მას ვერ გაუმჯობესებთ, იმიტომ რომ პრობლემაც არ გამოჩნდება ხილულად. აქვე დავურთავ, რომ თუ გინდათ ითანამშრომლოთ საქართველოში საუკეთესო SEO სააგენტოსთან, მოგუმართეთ TenX SEO-ში, რათა თქვენი ვებსაიტი Google-ში პოტენციურ მომხმარებელს დახვდეს პირველი. ჩემს შემთხვევაში იდეალურად მუშაობს ტრეკინგი, დისციპლინის ტრეკინგი. კედელზე მაქვს გაკრული ფორმატი, სადაც როდესაც ჩემს რუტინას ვასრულებ, მაქვს ჩამოწერილი პუნქტები, რომელიც დღის მანძილზე უნდა შევასრულო, მიუხედავად ყველაფრისა. ხანდახან 4-5, ხანდახან 6 პუნქტიც არის. რუტინა ძირითადად 30 დღიანია, თუ ერთ დღეს მაინც გამოტოვებ, თავიდან უნდა დაიწყო. მაგალითად, დაახლოებით ეს გამოიყურება ხოლმე. დილის 7-ზე ადგომა, საღამოს 9-ზე ან 10-ზე დაწოლა, კვების დაცვა, deep work-ი, ნებისმიერი რამ, რაც ამ ეტაპზე გჭირდებათ, შეგიძლიათ რომ ჩასვათ თქვენს რუტინაში. ხოლო შემდეგ ყოველ დილას თითოეულ პუნქტს როცა შეასრულებთ, უნდა მონიშნოთ წიჭკით. ეს მოგცემთ мотивაციას, რომ შემდეგ პუნქტებსაც გახვეთ, იმიტომ რომ ზოგადად პროგრესს როცა ხედავ, мотивაცია გემატება, მაგრამ ასევე რაც მუშაობს უკეთესად შენთვის და შენი ბიზნესთვის, იმას უნდა დააკვირდე და აქედან გამომდინარე უნდა შეცვალო ან გააუმჯობესო შენი რუტინა. დაამატო ახალი პუნქტები, ან ამოიღო ისეთი პუნქტები, რომლებიც აღარ გჭირდება. მაგრამ უმჯობესია ეს გააკეთო ან შემდეგ რუტინაში, ან თუ მისი შეცვლა გინდა, უბრალოდ თავიდან დაიწყო 30 დღიანი ციკლი. შეგიძლია დისციპლინაც გახადო უფრო მეტად საინტერესო და სახალისო. იმიტომ რომ როცა თავს კარგად გგრძნობთ, უფრო მეტად პროდუქტიულები ვართ. ობიექტურად ეგრეა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და რაიმე დაგვიტოვეთ კომენტარად თქვენი ფიდბექი ზოგადად ვიდეოების სტილზე, საუბრის ფორმაზე, თუნდაც დინამიკაზე და აბსოლუტურად ყველაფერზე საკმაოდ საინტერესო იქნება.